ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია შემოგვიერთდება, ხო დაბრძანდეთ ბატონო ნიკა. მაშინ ეხლა საპრეზიდენტო არჩევნებზე ვსაუბრობ და აქვე გეტყვით ინფორმაცია სანდრა იქნება თქვენი პრეზიდენტობის კანდიდატი, შეგიძლიათ დამიდასტუროთ და მე გადავალ ძირითად თემაზე. ამაზე ნამდვილად არ უმსჯელია პარტიას ჯერჯერობით, ეს არის გულწრფელი პასუხი, ბუნებრივია მოვა დრო შესაბამისი და პარტია იმსჯელებს და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს. ასე რომ თქვენი ინფორმაცია მოპოვებული არ არის. თუმცა გამორიცხული არ არის ალბათ. ასევე მიმტკიცებდა თავის დროზე ნაციონალური მოძრაობა, როდესაც თქვი რომ ზუგდიდ შეაპირებდნენ მისი კანდიდატურის დაყენებას, რომ ტყუილიაო და შემდეგ აღმოჩნდა რომ მართალი იყო. ეს მე შემთხვევით არ მიკითხავს, ვრცელდება ასეთი ხმები. გამორიცხული არ არის რომ სანდრა იყოს თქვენი კანდიდატი მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში. პირველად მესმის თქვენსგან, გულწრფელად გაგიცით პასუხი. თუმცა პარტიას ამ საკითხთან დაკავშირებით არ უმსჯელია და უახლოეს თვეებში ჩვენ მოგვიწევს მსჯელობა და რამდენიმე ღირსეული კანდიდატისგან ჩვენ შევარჩევთ რა თქმა უნდა იმ კანდიდატს რომელიც იბრძოლებს იმ არჩევნებში რომელსაც ქვია საპრეზიდენტო. კარგი, დაიმახსოვრეთ დღევანდელი დღე და თუ ჩემი ინფორმაცია გამართლდება, მე ისევ მოგიწევთ კონკრეტულად ამ თემაზე სასაუბროთ. ბატონო ნიკა, გადავიდეთ მთავარ თემაზე, რასაც მიეძღვნა ჩვენი დღევანდელი გადაცემა. გირგვლიანის თემა წამოვიდა ისევ წინა პლანზე და ქართულმა ოცნებამ დაარტყა პრეზიდენტს სწორედ გირგვლიანის თემის კონტექსტში. მთავარი ბრალდება არის ასეთი შეწყალების თემა, სააკაშვილი და მარგველაშვილი ერთხმაში საუბრობენ და რომ პრეზიდენტმა მათ გუნდს უღალატა. როგორ ფიქრობთ, რას უნდა უკავშირდებოდეს მარგველაშვილის კრიტიკა მართველი გუნდის მხრიდან, რომელიც აი ამ თემის კონტექსტში ბოლო დროს ჩვენ მოვისმინეთ? გირგვლიანის შესწორებები. ძალიან ერთი შეხედვით ძალიან რთულია ახსნა რა საკითხებს ქართული ოცნება ყველა სფეროში. და ზოგადად პოლიტიკაში საერთოდ რას აკეთებენ და მეორე მხრივ მარტივიც არის ხშირ შემთხვევაში. ნუ მარტივში რას გულისხმობ? როგორც ჩანს, ქართული ოცნება არ არის დარწმუნებული, რომ ბატონი მარგველაშვილი არ მიიღებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას და ბატონი მარგველაშვილის მხრიდან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი პოტენციური ხმა ქართულ ოცნებაში რაც მიდის ყურებაში. გაუყალბებოთ, ანუ ხო არის ხალხი ხა ვინც ხაზავს 51 ნომერს, ბუნებრივია მოაკლდება ქართულ ოცნებას და ეს შიში უფრთხობს ძილს როგორც ჩანს. ასეთი წონადია თქვენს თვალში გიორგი მარგველაშვილი, ამ შემთხვევაში წონადობას რა მნიშვნელობას უბრალოდ ხედავენ ადამიანში საფრთხეს, რომ არ წაართვა ძალიან ბევრი ხმა უბრალოდ. საფრთხეს ხომ არ ხედავენ ბატონო ნიკა, რომ შეიძლება მსხვილი ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა კონდეს მარგველაშვილის, მაგალითად იგივე სააკაშვილის პარტიის, იმიტომ რომ სწორედ სააკაშვილთან ერთხმაში საუბარში დაადანაშაულეს. ანუ პირდაპირ გეკითხებით, გამორიცხავთ რომ თუ დააყენებს მარგველაშვილი კანდიდატურას საუბარი, რასაც ახლა ბრალდებათ უყენებენ, ეს არ ამგონია რომელიმე პოლიტიკოს სააკაშვილთან ალიანსს საშუაშია მარგველაშვილი და სააკაშვილი, როდესაც ერთ პოლიტიკურ პლატფორმაზე საუბრობთ, რომ დააზიანებს ვინმეს. სააკაშვილთან პოლიტიკურ ალიანსში ყოფნა როგორ შეიძლება ვინმე დააზიანოს. ნუ ეს თქვენი აზრია, როგორც მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. არა, ყველა ბატონ სააკაშვილი ახლა არის ერთ-ერთი, ეხლაც კი მიუხედავად იმისა, რომ არ ეწევა პოლიტიკურ საქმიანობას ამ ქვეყანაში, მაღალ რეიტინგული პოლიტიკური ლიდერი, ხომ რა თქმა უნდა ახლა პოლიტიკოსი. მაგრამ ნება მომეცით ინგა, იმედია ის გადაცემა იქნება პირველი გადაცემა, როდესაც მე უფრო მეც ვისაუბრებ ვიდრე თქვენ. კი, რა თქმა უნდა. მე სხვა დროსაც გაძევთ ხოლმე საუბრის საშუალებას. არა, არ მიპასუხეთ და გადავიდეთ. გამოვრიცხოთ თქო, რომ თუ გიორგი დააყენებს მეორედ საკუთარ კანდიდატურას საპრეზიდენტო არჩევნებში, ნაციონალურმა მოძრაობამ დაუჭიროს მას მხარი. ნაციონალური მოძრაობა იცით არის კანდიდატი, იმიტომ რომ გაიმარჯვოს ძლიერი პოლიტიკური ამბიციური განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტია, რომელსაც ყოველთვის ყავს თავისი კანდიდატი. მაგრამ ეხლა პოლიტიკური პროცესი 8, 7, 6 თვეში როგორ განვითარდება და რა გადაწყვეტილებების მიღება გახდება საჭირო მათ შორის ჩვენ პარტიაში, რა თქმა უნდა, ამაზე როგორც უკვე თავში განაცხადე, არ ყოფილა მსჯელობა. მაგრამ არ გამორიცხავთ? გამორიცხეთ, ეხლა იმასაც არ გამორიცხავ, რომ ჭერი დამეცეს, ხო? ანუ არ გამორიცხავთ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ შეიძლება მარგველაშვილი დაუჭიროს. ამ წუთას ნულოვან შავს ხედავ ამისას. მაგრამ არ გამორიცხავ. როგორ ნულოვან შავს ხედავ და ხა არ გამორიცხავ არც იმას, რომ მართლაც ჭერი დაგვეცეს ამ თქვენ ან რევიზია. კარგრამეზე იფიქრეთ რაღა ჭერის დაცემაზე მე. თუმცა რასთან გვაქვს საქმე ეხლა? აი ძალიან სამწუხაროა ის, რასაც კადრულობს დღითიდღე ქართული ოცნება. და მესმის მათი რთული მდგომარეობის. ისინი ვერ ქმნიან დღის წესრიგს. არა თუ პოზიტიურ დღის წესრიგს პოლიტიკაში. უბრალოდ დღის წესრიგს ვერ ქმნიან და რაღაცას ხომ უნდა ისაუბრო.
მაშინ, როდესაც მთელი საზოგადოება ხედავს, რომ ქართული ოცნების გაუაზრებელი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, სულ უფრო და უფრო ნაკლები ეკონომიკურად აქტიური მოქალაქე ყავს და შედეგად წარმოიშვა ტოტალური უმუშევრობა, რომელსაც ხელისუფლება ქართული ოცნება, თუ ამას ხელისუფლება ქვია, ვერაფერს ვერ უპირისპირებს. როდესაც ხედავთ, რომ ქართული ოცნება ხელისუფლების სახით, ასევე რგულად ვთქვათ, მისი უგუნური სოციალური პოლიტიკის შედეგად, მან გააჩინა და დღითიდღე აჩენს სულ უფრო და უფრო მეტ სოციალურ დაუცვას და გაჭირებულ ადამიანს და ამასაც ვეღარაფერს ვერ უპირისპირებს. როდესაც ამ სახელმწიფოში ისეთი საინვესტიციო გარემო შეიქმნა, სადაც ინვესტიციებს არდებს ხალხი და ინვესტორები ამ ქვეყნიდან გარბიან, როდესაც ხედავთ, რომ ინფლაცია ვითარდება და მზარდი არის ინფლაცია და ყველაფერზე, რასაც კი ფასი ადებს, დაწყებული მედიკამენტი და გაგრძელებული საკვები პროდუქტებით, სერვისებით, არის ცაში ავარდნილი ფასები. ფასებს ცეცხლი უკიდია და ამას ვერაფერს ვერ უპირისპირებს. 50-60%-ით გვისმენენ ახლა მოსახლეობა სხვადასხვა რაიონებში, ქალაქები და 50-60%-ით არის გაძვირებული ცხოვრება. მაშინ, როდესაც ყოველი მეხუთე ბავშვი ინგა ქვეყანაში შიმშილობს და ეს არ არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში დადებული შექმნილი რეალობა ძალიან ხო დამასრულებიეთ. იყო რა თქმა უნდა, კიდევ უფრო სახკარს ყიდდა ხალხი ოპერაციისთვის, ჯანდაცვისთვის, შვილებისთვის. ეხლა რაზეც საუბრობ, ეს ყველაფერი უკანასკნელ 5 წლის განმავლობაში მოხდა. დიახაც, გაჭირებულს კიდევ უფრო მეტად გაუჭირდა. ძალიან თქო 2 წუთი მაცადეთ, რომ აუხსნა და ადაგჭირდება დამტკიცების და გაჭირებულები როგორ არიყვნენ, ინგა, რა თქმა უნდა იყვნენ, უპოვარები იყვნენ, ბევრს უჭირდა, მაგრამ ზარდი იყო, ეკონომიკა ვითარდებოდა და უკეთესი ხვალინდელი დღის იმედი ჰქონდათ. ყოველი მეხუთე ბავშვი ამ ქვეყანაში შიმშილობს და ეს არ არის ვამბობ, ჩვენს ოფისში დადებული დასკვნა და გადმოწერილი მონაცემები, გაეროს მონაცემები არის. ყოველი მეექვსე მოქალაქე ვალით იკვებება ამ ქვეყანაში. ამ ხელისუფლებამ მოახერხა და ლარი ისტორიულ ნიშნამდე გააუფასურა და საწოლზე ფასი ისტორიულ ნიშნამდე გააძვირდა, რომელი ერთი რაც მე ხა უკვე ჩამოთვალე ნაციონალურ მოძრაობის დროს ხდებოდა 240 კი შეიძლება ინფლაცია არის ეხლა ეს მაგრამ სამაგერო ჯანდაცვის არა ჯანდაცვის რეფორმა რომელიც გავატარეთ ამ რეფორმამ ადამიანებს კიდევ ერთხელ ვიტყვი რასაც გეთხოვდნენ ისინი ბევრი პრობლემა მოუწევს ანუ სიღარიბის თემაზე როცა ყოველი მეექვსე ადამიანი მართლა ვალით იკვებება ამ ქვეყანაში და 240,000 საქართველოს მოქალაქე 240,000 საქართველოს მოქალაქე არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში და რას ნიშნავს იცით ეს ინგა ეს ნიშნავს 240,000 საქართველოს მოქალაქეს დაყადაღებული აქვს ყველაფერი რაც კი აბადია და გააჩნია უძრავი და მოძრავი ქონება და საბანკო ანგარიშები თუ კი ასეთი გააჩნია და იძულებით აუქციონს ეკავდებარება მათი ქონებები პენსიას ვეღარ აზრდის მილიარდელი ივანიშვილის ხელისუფლება და აღარც კი ფიქრობს და პენსიონერთა 70% ინგა პენსიონერთა 70% წინსწრებად გამოაქვთ ბანკიდან კრედიტში პენსიები მომდენო თვეების 4-5 თვის პენსია წინსწრებად გამოაქვთ იმიტომ რომ დღეს უნდათ მათ პური ყველი რომ ეგზისტენციალური საფრთხე და გამოწვევას უპასუხონ და არ მოგვდენ შიმშილი და მომდენო თვეებში არა ეს არის საგანგაშო მონაცემები და დაუბრუნდები იმ თემაზე ეს ბმაშია ამას ეხლა რატო აქვს ყვები ეს მარტო მე და თქვენ და მოსახლეობა და აი ახალგაზრდება ვინც ჩვენ სტუდიაში შეხედა მარტო ამათ კი არ იცით ჩვენ კი არ ვიცით ხელისუფლებაც იცის ძალიან კარგად მაგრამ ვერაფერს ვერ პასუხობს და ვერ უპირისპირებს თეორიულადაც არ იციან დაბნეულები არიან რა გააკეთონ წარმოდგენა არ აქვთ არათუ პრაქტიკაში რა გაატარონ დიახაც და როდესაც ჩვენ გვაქვს მოცემულობა რომ ხალხი გარბის ამ ქვეყნიდან თქვენს გარშემო აი ხა ახალგაზრდა თქვენს არ გარბის მასიურად ამ ქვეყნიდან ხალხი პირველად ისტორიაში 2017 წლის პირველ 6 თვეში აი ამ სიღარიბის გადამკიდე რომელშიც ჩაგვაგდო ამ მომრევში ქართულმა ოცნებამ საქართველოში შობადობა ნაკლებია ვიდრე სიკვდილიანობა. არა ძალიან ნაციონალური მოძრაობის დროსაც უამრავი ემიგრანტი ყავდა ეხლა ამ თემებზე ნუ დავიხარჯებთ ისეთი პოლიტიკურ თემაზე მინდა ეხლა მიმართულებით საუბრობ ამ შემთხვევაში რომ ნათელი გავხადო რა გაუარესდა 2017 წლის პირველ 6 თვეში და პირველ 6 თვეზე იმიტომ საუბრობ რომ მეორე 6 თვის სტატისტიკა ჯერჯერობით არ დადებულა საქართველოში დაიბადა უფრო ნაკლები ქართველი ვიდრე მოხდა გირგვლიანის თემას დაუბრუნდეთ და პრეზიდენტზე
პრეზიდენტს თუ შეიძლება. ამიტომ, როდესაც აი ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ გამეორდები, ვერ პასუხობს სათანადოდ, არადო სათანადოდ საერთოდ ბადარიან და ხა ჟურნალისტები, მათ შორის თქვენ, როდესაც საპარლამენტო სესიების დროს მიხვალთ, იმუშავებთ, ინტერვიუები უნდა ჩაწერონ, რაღაცა ხომ უნდა ისაუბროს. აი რაღაცა ხომ უნდა თქვა, პირი ხომ უნდა გააღოს ქართული ოცნების რომელიღაცა ლიდერმა. და ვერაფერზე ვერ საუბრობენ. ამიტომ ძალიან უზნეოდ, ძალიან ამორალურად იქცევიან, რომ ადამიანის მართლაც ტრაგიკული შემთხვევით და ტრაგიკული ოჯახის ტრაგედიით სპეკულირებენ და მანიპულირებენ 12 წლის თავზე, მაშინ, როდესაც დიახაც ბევრჯერ ითქვა და გადაიღეჭ, არანაირი მორალური უფლება აღარ აქვთ ამაზე ისაუბროთ და უაღიარებ ამ საკითხზე, მათ ჰქონდათ ძალიან დიდი მორალური უპირატესობა, ამიტომ ეს იყო ძალიან დიდი ტრაგიკული, არ ვიცნობ არც ერთ საქართველოს მოქალაქეს, ვინც არ იყო შეძრული ამ ტრაგედიით. არ ვიცნობ არც ერთ ნაციონალური მოძრაობის წევრს, ვინც არ იყო ამ ტრაგედიით შეძრული. მაგრამ ძეებიდან დაწყებული, ჩინჩალაძეებით გაგრძელებული და კიდევ ძალიან ბევრი ადამიანები, ვის მიმართაც პრეტენზია ჰქონდათ. მურუსიძე, თქვენი მემკვიდრეობა ამ ხელისუფლებისთვის, ნიკა, ნაციონალური მოძრაობის, ნაციონალური კი ბატონო, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში, სხვადასხვა შტოებში, თუ კი ეს ხალხი, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, იყვნენ მაშინ ოპოზიციაში, 90% მათი კრიტიკა ვისეთმობოდა პროკურატურას, მაღალჩინოსის პროკურატურისას და ხელისუფლებაში. რამე ვინმე მაინც შეიცვალა სასამართლოში, პირიქით დაწინაურდნენ ეს ადამიანები, დაწინაურდნენ და გახდნენ თანამეინახეები და მარჯვენა ხედი და მარცხენა ხელი ქართული ოცნებისა და ეს ადამიანები გამოვლენ დღეს, როდესაც ხალხი იღუპება შიმშილით, ეს არის პირდაპირი ხელშესახები განცდა, რაც არის ის თემა, მე სხვა კითხვა უნდა დავისვათ. ამიტომ ხალხს ბოდიში დავოს 20 წამი. ხალხში რომ გურებული არის უპერსპექტივობა და უიმედობა და ამას რომ უნდა პასუხისგაცემა და სწორი ეკონომიკური ასე თქვათ პროგრამის შერჩევა და რაიმენაირად იქნებ ამ კრიზისიდან ამოვიდეთ, ნაცვლად ამისა საუბრობენ იმაზე, რადგან მორალური უფლებაც აღარ აქვს. მორალური უფლება ვის აქვს, ვის არ აქვს ამ თემაზე საუბრის, ეს სხვა თემა. მე უბრალოდ თქვენ რო ჩამოთვალეთ, ეხა მურუსიძე, ჩინჩალაძე და სხვები ეს თქო თქვენი მემკვიდრეობა იყო, თქო არა? უბრალოდ იყო წინა ხელისუფლების მემკვიდრეობა, ანუ ეს თუ ცუდები არიან მაშინ ოქროაშვილიც იყო, ბუნებრივი ეს იყო მართველი და ხალხის დამალობაში იყვნენ. ნიკა, ერთი კითხვა მინდა დაგისვათ. არა, მაინც ამას აქ ვამბობ, არა აქვს მორალური უპირატესობა, როდესაც თუ კი ექნებოდა მორალური უპირატესობა და მიგვძნია მათი მხრიდან ჩემზე მორალური უპირატესობა წლების წინ, როდესაც ეხა გირგვლიანის საკითხზე მართლა ტრაგედიაზე საუბრობდით. ეხა როგორ შეიძლება შეეწინააღმდეს ნორმალური ჯანსაღი ადამიანი ან მოიწონოს ის რაც მოხდა, მაგრამ ის ადამიანები, ვინც მათგან განსხვავებით ხშირად საყვედურობენ, ჩვენ რომ ზმრად არ ვადეთ ცხვირიდან, მაგალითად კორტავას საქმეს, რომელიც წამებით მოკლეს, მაგალითად თათუხაშვილის ჩვენ მხარდაჭერებისგან და ბევრი მოხალხე შემოხვედრია, რატომ არ ადეთ ზმრადო? დავემსგავსოთ ჩვენ, ქართულ ოცნებას უზნეობაში, ადამიანები მოიპოვებოდა და იყვნენ პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ჩავიდნენ და ჩვილი ბავშვის ყველობა დაგაბრალეს. ვერასოდეს 100 წელიწადი რომ ვიყო პოლიტიკაში, ვერ ვიკადრებ იმას, რაც იკადრე ქართულმა ოცნებამ. ნიკა, ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ, ისეთი იმით მიდის ტემპით ჩვენი საუბარი, მაინც ირიდებთ ასე მეჩვენება ჩემ შეკითხვას. არა, თქვენ გირიდებთ უფრო, შეიძლება კითხოს თქვენსაც არა. მიხეილ სააკაშვილს თავის დროზე უნდა შეეწყალებინა თუ არა ის ხალხი ამასთან კონტექსტში, ამ თემასთან ბმაში არის დღევანდელი მთავარი თემაც. როცა მამუკა მდინარაძე გამოვიდა, რომელიც ეხა 2 წუთში ჩაგვერთვება ჩვენ პირდაპირ ეთერში, მან სწორედ ამ თემაზე გაამახვილა აქცენტი, რომ პრეზიდენტის შეწყალების უფლება. თქვენ მითხარით ამას იყო? გამეცით პასუხი და უკვე მამუკა მდინარაძესთან გადავა. ნებისმიერ პრეზიდენტს რიქვეყნებში მონარქს აქვს კონსტიტუციურად მინიჭებული უფლებამოსილება შეიწყალოს ესა თუ ის ადამიანები. თუ იწყალებენ ადამიანებს არა დამნაშავეს, ვერასოდეს ვერ იწყალებ. თუ კი იწყალებ, ყოველთვის იწყალებ დამნაშავეს. გირგვლიანის საქმეზე დაპატიმრებულები 200 ადამიანთან, 200 ადამიანთან. ეხლა გეტყვით, ბატონ მარგულაშვილსაც მომდევნო პრეზიდენტსაც ექნება შესაძლებლობა ეს კონსტიტუციური ბერკეტი გამოიყენოს და 1000 ადამიანი შეიწყალოს და შეუსწიოს საჯელი. წესებში ცვლილებაშია. საზოგადოებაში ყოველთვის მოიძებნება საზოგადოებრივი ჯგუფები, რომელსაც არ მოეწონება და ძალიან არ მოეწონება, ან მოეწონება და გააკრიტიკებენ. მოგეწონათ თქო, ეს
გადაწყვეტილება თავის დროზე, როცა სააკაშვილმა ეს ხალხი ეს შეიწყალა. არის პირდაპირ გეუბნებით, ეს არის მეც რო ყოფილიყავი პრეზიდენტი, მაშინ ეს არის კონსტიტუციური უფლება. თქვენ გონიათ ეხა ბატონმა მარგულოშმა 30000 ადამიანი რო შეიწყალა, იქ არ მოიძებნება ადამიანები, ვისაც არ მოწონს ესათვის ადამიანი დღეს გაეთოდათ ის ქუჩებში? მაგრამ კონსტიტუციური უფლება არ ექვემდებარება რევიზიას. სხვა საკითხი ეხა პოლიტიკურად ვიღაცას მოეწონებოდა თუ არ მოეწონებოდა, მაგრამ რაზე ვსაუბრობთ? ის რაც მე ჩამოთვალე, ინგა აი ამ ყველაფრის მანკიერების გადასაფარად გადაწყვეტეს ეს თემა. მეტასტაზირება, რომელიც ხდება ასობით ადამიანი, ათასობით ადამიანი იღუპება ხახნო. 800,000 საქართველოს მოქალაქით არის შემცირებული მოსახლეობა უკანასკნელ 5 წლის განმავლობაში. მადლობა ნიკა, ძალიან დიდი მადლობა. გარბის, იცით აი ბატონი დინარაძე რო ჩაერთვება. იცით რა უთხარით? აი მაინტერესებს ბოლოს პრემიერ-მინისტრი რომელი ეკონომიკური პროექტი იწონებდა თავს, რა უბრალოდ რომელი ობიექტი გახსნა, სად ვინმე რამე დაასაქმეს, ორი ადამიანი მაინც დაასაქმეს. აუცილებლად დაუსვამ ამ კითხვას. აი ეს გრაი. პრემიერ-მინისტრი ახალგაზრდასაც მიმართა უდიში. გახსოვთ, მე მართლა არ მახსოვს, გახსოვთ. აი თქვენ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით მძიმე მოგონებები გაქვთ და არ გვინდა ეხლა. კეთილების თემის გახსენება. მოგონებები არა მაქვს, მძიმე მოგონება აქვს საქართველოს მოსახლეობას, რომელიც გაღატაკებული არის და შია და არიციან ხვალინდელი დღე რო გათენდება შვილს სკოლაში რო უშვებს არიცის როგორ გაატაროს 5 ლარი რო ან ტრანსპორტში გზავრობა როგორ დაუფინანსოს და პრემიერ-მინისტრთან მიმართებაში და ნებისმიერი ქართული ოცნების ლიდერთან მიმართებაში ყოველთვის ვიქნები მე და ჩემი მეგობრები ძალიან წვავედი იმიტომ რომ ასობით ადამიანი იღუპება ამ ხელისუფლების პირობებში გადავედი მე მამაკაცთან როდესაც ეპიტეტები დიახაც შეამკობენ რომ ისინი არიან არაკვალიფიცირებული მავნებლები და უნამუშოებიც არ უნდა ეწყინოთ, იმიტომ რომ გავიდნენ ხუჩაში, იმგზავრონ დიახაც მეტროთი, ავტობუსით და მივხვდებიან რას ფიქრობს ხალხი. მადლობა ნიკა, ჩვენთან რომ იყავით, წარმატებას გისურვებთ.